ახლა კი უნდა გადავიდეთ ვფიქრობ ძალიან კარგ ნაწილზე ჩვენი გადაცემის აი ამ ბლოგში, რადგან სტუმარი რომელიც შემოვა, ვასიკო თავი არ მოგწევს. იმის გარდა რომ ყოველას გვიყვარს მთელი საქართველოს რაღაცა ახალისებს თავის საოცრად შეაყვარა ამ გოგონამ ძალიან მოკლე პერიოდში ქართულ საზოგადოებას არის პოზიტივით და ენერგიით ახსავსი ადამიანი. იმის გარდა რომ კარგი იუმორი აქვს, კარგი ადამიანია, კარგი მსახიობია, კარგი ტელეწამყვანი და ასე შემდეგ. მოკლედ, ნანუკა გულუა უნდა ვიხმო ახლა სტუდიაში, მოგწანდი. რომელიც ყოველთვის შანელიო, დიორიო, მოდელებიო, მე ნანუკა გულუა. ოდიუმი ხო დაგახვა. მე მგონი ძალიან ორგანულად როგორ მიყვარხართ ეს ადამიანი ასხივებს სულ დადებით ენერგიას თქვენც ასევე ძალიან მიყვარხართ მოვედი ოჯახში ფაქტობრივად მშვიდად ვარ კარგად ვარ და ბედნიერი ვარ იმიტომ რომ არ ყოფილ ვარ მეტყვები არაჩვეულებრივად ვიცით ეგ ყველაფერი ვიცით უცბად ძალიან მოკლე დროში უკვე ისეთ ამპლუაში ხარ რომ ხდები ჰა და ჰა მალე სულ რაღაც რამდენიმე თვეში არც მეტი არც ნაკლები მრავალშვილიანი დედა ასე სწრაფად მოეხერხებინოს ადამიანს ეს ყველაფერი სტატუსის შეცვლა შინაბერობიდან ეგრევე გადავედი მრავალშვილიან დედობამდე ეს ჩემიც შინაბერად იწოდა ჩემო ნანუკა ეს მათთვის იყო ესეც ჯოკერს რო ჩამოხვალ და ტუსკოზირს რომ გადაუჯოკრავ ბანკოს თამაშის დროს აი ეს განაცხადა ტუსკოზირს რო გადაუჯოკრავს და შენ კიდე რო გადაუჯოკრავ ჩემი აზრით ესა ეკო შემი მძიმე უფრო რა ძალიან ხო ნანუკა ერთ პატარა შეკითხვას სტატისტიკის მოყვარულთათვის რამდენ წელიწადში ჩასვი მრავალშვილიანობა საერთოდ რამხელა ინტერვალში გავხდი დავოჯახდი უკაცრავად დავოჯახდი 38 წლის 39 წლის ამ გავაჩინე ერთი 40-ისამ გავაჩინე მეორე 41-ისას აგერ გავაჩენ მესამეს და მეტი წელიწადში ერთი ძალიან კარგი წელიწადში ერთი ბავშვი არ გაჩერდეთ ასე გააგრძელეთ დიდი მადლობა მაგრამ ახლა უკვე ის არა სანამ მოგეცემა უნდა მიიღო ეს ყველაფერი და მე ჩვენს გაგვიზიარო მეც ასე ვფიქრობ და სხვათა შორის როცა მეორე შვილზე ორსულად დავში ვთქვი რომ აი ამას ნამდვილად არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ და კიდე რამდენი შვილის ყოლას აპირებ ნუ რა თქმა უნდა ტრადიციული და ძალიან კარგი პასუხი ვთქვი რომ რამდენსაც მომცემს ღმერთი და რამდენიც ნუ მე იქ იყო რაღაცა რამდენიმე კომენტარი რომ ანუ მეორე შვილი ანუ კიდე ხა რა უნდა მიეცეს და ახლა მეოთხეზეც აღარ მინდა უკვე კომენტარი გავაკეთე მოდი ჯერ მესამე მშვიდობით და კარგად დაიბადოს როგორც იქნება და სწავლობით ყველაფერი არა ეს ყველაფერი ცოტა ადრე არ დავოჯახდი უბრალოდ იმიტომ რომ 14-15 შვილი რო ყავთ ალბათ ეს დედა ვიქნებოდი და რაღაცნაირად თქვენ სტუდიაში თავქარიანი იყო და შეიძლება ყველაფერს მოახერხებდი შენ ისეთი ხარ მე მივხვდი რომ ადამიანს რაც მეტი საქმე აქვს მეც ასწრებს როდესაც ცოტა აქვს საქმე და ბავშვების შემთხვევაში წასიერ ერთ ბავშვზე არის მთელი ისტერიკები ორზე მე ისტერიკები არის გაყოფილი ორად და სამის მე უკვე სულ ერთია მთავარია იმის შესაძლებლობა ჰქონდეს ადამიანს რომ აი ბავშვს სურათსაც რო ვერ პოულობენ მე მაგაზე მეცინება ხოლმე ხო იცი ვისაც ბევრი შვილი ყავს ანუ პირველისო ძალიან ბევრი სურათი რო არის მეორე ბავშვის სურათი არ მაქვს ხო ასე ვთქო მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას ჩემი ჩაცხრომა როგორც კრუხიდე და არ მოხდა არანაირად და ნუ არ ვიცი თუ ჩავცხრები ძალიან კარგი იქნება რა თქმა უნდა და დედა რა გოგო ყოფილი ვარ ეკოთა რომ უყურებოთ მოდი ეს ყველაფერი ვნახოთ ახლა უფრო კარგად და ახლოდან და განვიხილოთ აი პატარა სულ პატარა ეს ვარცხნილობა რა ეს ვარცხნილობა ერთადერთი პირველი და ბოლო საყვარელი ხარ ამ ვარცხნილობით და აი ამ რაღაცნაირი აციმციმებული თვალებით მომღიმარი სახით რამხელა ხარ აქ რა თვეების ხო რამხელა ვარ ალბათ სხვათა შორის ეს რომელიღაცა ხო არ გახსოვსო ეხლა ეს ეს რომ მახსოვს რომელიღაცა პორტალმა დადო ეს მესამე ფოტო და ვინ არის თქვენი აზრით და აი ეგ ვერსიები იყო ძალიან სასაცილო მართლა არ მოვიწყდება ყველა იყო ჩემს გარდა ძირითადად მამრობითი სქესი და ძირითადად ისა სხვა ხალხი ხო მე მარიკა ესე იგი დაახლოებით აი ამ თაობის ადამიანებს ბავშვობაში ყველას ესეთი სურათი გვაქვს და გოგონებს აუცილებლად ერთი ცალი თავსაფარიანი ფოტოს უნდა გქონდეს ძალიან საყვარელი ხარ მე უფრო ლამაზი ვარ ყველა ბავშვობის ყველაზე ლამაზი ხარ რა თქმა უნდა ნახოთ ახლა უფრო ცოტა გაზრდილი მაგრამ მაინც ბავშვი რა ხდება აქ ესე იგი პირველ ფოტოში მე სულ მარცხენა ხარ მარცხენა ვარ
მარჯვენა არის მეორე ბავშვობაზე ფოტოზე. მოგვიყევი, იმიტომ რომ ყველა სურათში იცინი რაღაცნაირი მხიარული ხარ, ხასიათი, იგრძნობა. აი, ეგეთი ვიყავი, დამანგრეველი ბავშვი, ძალიან ენერგიული, ძალიან მხიარული. დამანგრეველში რას გულისხმობ? რას აკოთებდი, რას ანგრევდი? ყველაფერს ვანგრევდი, ვარბებდი სკოლას, კლასს, კარებს, მაცივარს, ტელევიზორს, ყველაფერს ვარბებდი აბსოლუტურად. შეგნებულად თუ ასე გამოგდიოდა? ასე გამომდიოდა და შეგნებულადაც პრინციპში როლში იყავი, ხო? თავი ბავშვი ვიყავი ყველანაირი ამ მონგრევების და აი ჩემი დაჯგუფებაც დედის ძალიან მეხმარებოდა ამ ყველაფერში. ბანდა კი, აი აქ მის დედოფლის ტორტს ვარ მიპარებული იმ ფოტოზე და და ეს ტორტია, ხო? კი, ტორტია და ეს ამით მინდოდა მე ჩვენებინა საიდან მოდის ეს ჩემი მოყვარეობა, მის გურმანობის და კვების და ეს არის ჩემი თბილის, ხო? ხო, ეს არის მამა ჩემი. ეს ბევრი ფოტო მქონდა და უცებ ვერ ვიპოვე რომ გამომეგზავნა, ყველგან ვარ მიკრული, მიწებებული, მის სიყვარულებული და პრინციპში ბოლო წუთამდე ასე ვიყავი და სულ მაკლია და ამ მდგომარეობაში სულ რაღაცნაირად მენატრება და ესე მინდოდა რომ რაღაცნაირად ეს ფოტოც მეთქვა, იმიტომ რომ ყველაზე კარგი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იყო, როცა ის იყო და ყველაზე ფერადი და ყველაზე ლაღი და შეუძლებელი, რომ შესაძლებელი იყო ეგეთი პერიოდი იყო, როცა პირველ ფოტოზე ორივეს რო გაცვიეთ ეს რეზინის არ ვიცი რა ქვია პოპულარული ეს რა პოპულარული ეს თუ გეცვა იყავი მართლა ლაღი და შენ კარგად დააკვირდი ხა შორტიც ეს ცოტა შრაშუნა შორტი რო იყო რაღაცა ქსოვილი ჩადგმული და შრაშუნა ესე ფოსფორისფერი და ჟოლოსფერს მაშინ არ ხმარობდით სამწუხაროდ რაღაცა მალინისფერი ესეთი ტენდი იყო და უნდა ქონოდა რაღაცა ფოსფორისფერი და მალინისფერი აი ეს მაქონდა კი ზუსტად ეს არის ეგ არის აი პირველ ფოტოში ზუსტად იგრძნობა ის რაღაცა თვითონ რაც აღნიშნა ხულიგნობა ხულიგნობის მუხლით რომ შეიძლებოდა მისი რომ აქ რო აქ ამ ფოტოდან გავიდე რომ რაღაცა გავაფუჭო კი საერთოდ გოგონებზე ხშირად ამბობენ რომ მამის გოგოაო საერთოდ ასე არის ნათქვამი და ხوارი რა თქვა ესეთი მშვიდი ბავშვი აი მამიკოს საყვარელი ხულიგანი გოგონები კიდე უფრო რაღაცაით მიკეთლებული არიან ხოლმე მამასთან იმიტომ რომ ის იყო ყველანაირი ხულიგნობის ასე ვთქვათ გვერდში მდგომი და გამამართლებელი და თან ძალიან ხალისობდა ამ ყველაფერს ნაცემი ბიჭები რომ მოყავდათ დედებს 2 მეტრიანი ბიჭები და გამოათრიეთ თქვენი გოგო გარეთ ნუ ეს იყო მისთვის აი ისეთი სახალისო ისტორია დაუნდობლად და ბოლომდე კაცის მორევას მარიკა შენ კიდევ სუსახმის გარჩევაში ვიყავი სულ ჩემს გარეშე არაფერი ესეთი არ იგებოდა ახლაც ასე ხარ ქმარს ურჩევ საქმეებს სხვათა შორის მოვწყდი რაღაც პერიოდის მერე ეკოფანგანი დამემართა უცებ მივხვდი რომ რაღაცა ქალობა წამოვიდა რაღაცა მუხტი გვაქვს ეს პერიოდიც ეგ ფოტოებიც ეკო და თუ გამაბრაზებენ ეხაც არ მაქვს პრობლემა შემიძლია გავუსწორდე სხვათა შორის ვიცი ეს შენი შესაძლებლობა და მე არა მე იქ დავტოვე ეს ბავშვობაში მე ვწუხობდი ბიჭებთან ანუკა ეს აბსოლუტურად ეს არის ყველაფერი ფასადი კი ნამდვილად ეგრეა ამოვიდა წინ ეს ეხა ნელ-ნელა როცა იწყება გვერდზე გადადო ესე იგი ბიჭების ცემა თუმცა მოვედით და შტანგებს მაინც ეთამაშება დარბაზის სტუმარიც იყავი ხოლმე მე არ ვიცოდი სხვათა შორის არ იგრძნობა აი ბოლო ფოტო რო წამოვედი ზუგდიდიდან თავზე შავ წაკრული და ეს ტანი არ ჩანს აქ მაგრამ აქ ხო ჩანს და ამაზე კიდე დიდებული და იქიდან მე უკვე გამოძერწილი ეხლა ხარ ორსულად იქ არ ხარ იქ ნამდვილად ორსულად არ ვარ იქ მიჭირავს ხელში კოვზი და მივირთმევ რაღაცას არ ვიცი გემრიელს და თან მეკრელი ხარის ზერანი თვალებში კი ხარი მიყვარს კვებასთან ძალიან მიყვარს ხარული ხორცამდე მეკრელია არა რა შეაშია ვიყურ რამდენიც ვინმეს ვკითხებ ფასიკო ჩემთვის ცხარე მეკრელს მეუბნებია რომ არაო და კიდე მე არ ვიცი რას ნიშნავს ცხარე იმიტომ რომ მე შემიძლია წიწაკა ვაშლივით ვჭამო აჯიკა ესე კოვზით ანუ აი ცხარეა არ მithkom ეს არის გენეტიკური კოდი რა მეგრელები რომ ასე აი კოლხი ქალი კი ბატონო რაღაცა მუსდებს შინაგანი შეკითხვა მაქვს ტანი ვარჯიში გასაგებია სახეზე ხარ აბსოლუტურად სხვანაირი შევიცვალე კი ის ბოლოს თქვენი ფოტოა ეს ჯერ ისედაც ხო თქვენი ფოტოა ეს ბოლოს ჯერ ისედაც ნახე აი თინეიჯერობის ასაკში რაღაცნაირად ის ახარ შეშუპებულ ანგრეული სახე გაქვს მე რა ძალიან დიდი წონა მქონდა ეს ქერაც სულ სხვა ესეც სულ სხვა ყველა ფოტო გონია რომ სხვადასხვა ხარ სხვადასხვა აი რაღაცა წარბების ამოქნა მაქვს დაწყებული ეთყობა თუ არ ვიცი რა მაქვს იქ დაწყებული აღარ მინდა რომ თქვა ამაზე კომენტარი და
აქ უკვე რაღაცნაირად ისა ვარ, ჩამოვედი, გავივსე, ისა შევივსე, ეკოფანგანი გავიმართე და რაღაცნაირად ეთყობა ეს ყველაფერი ჩემს ფოტოებს. ქერა გავხდი, ჟღალი გავხდი. ეს იმიჯის ცვლილება საკმაოდ რაღაცნაირად აისახება თითქოს შენს გარეგნობაზე. ხა მარიკამ აღნიშნა რომ აი სულ სხვადასხვა ხარ ყველგანო. ქერა თმაში, აი ბოლო ფოტოში თითქოს ქერა, მაგრამ არც ბოლომდე ძალიან თეთრი თმა არ გაქვს. პლატინა, რასაც ეძახიან, რაც იქ პლატინა არ გაქვს და წითელი თმა. აი ეს ექსპერიმენტები მაინტერესებს, ხო? იმდენი ხანი ვიყავი დიდი წონის მატარებელი და იმდენი ხანი ვოცნებობდი, რომ აი ქერათმა, მაღალწელიანი შარვალი, რაღაცა ტოპი, ეს იმდენი ხანი მეოცნებობოდა, რომ მივედი აი ამ ჩემს საოცნებო ნიშნულამდე და იმ სილუეტამდე, რომელიც მომწონს, აი მე მინდოდა, რომ ყველაფერი მომერგო, აი ქერათმა, ჟღალითმა, რუჯი, რაღაცა ლინზა მწვანე, აი ყველაფერი ავიხდინე, ასე ვთქვათ, რაზეც ვოცნებობდი და ეს უკვე წითელთმაში როგორი გამხდარი? ხო, აი ეს წითელი, ეს არის ყველაზე გამხდარი ვიყავი, აი აქ როცა მაგ ეს შალით. წითელი თმა არის ძალიან პრეტენზიული. მე მქონა ადრე წითელი თმა და ამიტომ ხო უხდება ძალიან უხდება. ვაკვირდებოდი წითელი ქვია, ამას არ ვიცი, ცოტა სხვანაირი რაღაცა. ძალიან ლამაზი, აი გამორჩეული გარეგნობის გოგონები ვიცი, რომლებსაც რაღაც პერიოდში ჰქონდათ წითელი თმა და ზოგს ძალიან არ უხდებოდა. არის ძალიან პრეტენზიული და მე ვფიქრობ, რომ არა ხო? შენ ხო და აი ხასიათს გამოხატავს წითელი თმა. მივხვდი რომ გარეგნობაზე უფრო მეტად გამოხატავს შინაგან რაღაცნაირ ტემპერამენტს. კანისფერის, როგორც მე ვიცი, აი კანისფერი, ცოტა ხორბლისფერი, კანისფერი ძალიან უხდება. აი არა ვერ დაგეთანხმები სწორედ მაგას, იმიტომ რომ რაღაცა ერთგვარი დაკვირვება მქონდა. გახსენდება კონკრეტული და მაშინ დავაკვირდი, არ არის მაგას ეს არის მხოლოდ შინაგანი მდგომარეობა. თუმცა ქერათმა რაც ვნახეთ გიხდებოდა მუქი თმა გაქვს. აი რაღაცა მოკლედ შეჭრილი კარე, გადაწეული, სულ გადაკეცილი. ურსულად ვარ იკუნაზე ამ ფოტოზე, სადაც უკვე მივხვდი რომ ჟღალი თმა აღარ შემიძლია. მინდა რომ რაღაცა ბუნებრივი ვიყო, იმიტომ რომ ამ რაღაცა ნამატ წონაზე კიდე ზემოდან წითელი თმა და კიდე ზემოდან მოვდივარ 3 და 20 განისკალი, აღარ მინდა და ჩამაცხრეთ, აქ მაინც ჩამაცხრე. აი ეგ იყო ეგ სურვილი, რომ აი რაღაცნაირად დავიბრუნე ისა ბუნებრივი ფერი და იქიდან უკვე გადავედი ამ რაღაცა ბუნებრივ ფერებზე და უფრო მომწონს რაღაცა პერიოდი ეძებდი, რაღაც კონდიციამდე მივაგენი და დიდხანს ვიყავი ჟღალი. ბუნებრივში ყველაზე კარგად ხარ. კი, მივხვდი რომ ბუნებრივი თმა. ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც აი ყველაზე ლამაზი ბუნებრივი მდგომარეობაში, როდესაც აღმოჩნდა, როგორც თვითონ აღნიშნა პირველი ორსულობა და აი ორსულსაც ხედავთ ახლა ჩვენ ეკრანზე, იმ დროს მოუნდა თავისი ბუნებრივობის დაბრუნება, აი ამ კუთხით. კი, მაშინ მომინდა სწორედ და ეს არის ნინაზე ორსული ვარ, აქ ძალიან მალე გავაჩინე ნინა, აი უკვე პატარა ნინა მიჭირავს ხელში და უკვე იკუნას ვაჩენ, როგორც ზემოთ ვახსენე. ეხლა მესამე ფოტო უნდა გადაიღოთ ორივე როზის მუცელზე და გვაქვს ესეთი ფოტო, იქნება ასეთი ფოტოები ყველაფერი. მე კიდევ რომ მოხვალ ჩვენთან სტუმრად, უკვე ეგ ფოტოს გვინდობება რომ კონდეს. კი, ეგ ფოტოს. იცი რა, აი ორსულობაში მოდი სტილს რომ არ გავცდეთ, თან მინდა ამაზეც ვისაუბროთ. მაინც სულ ვცდილობ, აი ეხლა 3 ფოტო გვაქვს, ხო, სადაც მუცელიც გიჩანს. ხანდახან თუ როცა წონას იმატებს ხოლმე ქალი, მაგალითად ორსულობის დროს, ვცდილობს რომ აი არ გამოაჩინოს ეს მუცელი. ვინც გამხდარია და მხოლოდ მუცელია მოებზიკება, ისინი პირიქით ესე გვაჩვენებენ სულ. შენ ისი ახერხებ ამ ყველაფერს. ნახე, თან მუცელი გიჩანს, რაღაცა ორსულის მუცელის დანახვა, რაღაცა ძალიან სასიამოვნო ემოციებს გვაძლევს ხოლმე. ზევიდან გაქვს სხვა პერანგები, რაღაცა იაპონური მოსასხამები. აი ამ დროსაც ფიქრობდი, რომ აი რაღაცნაირად სტილში სულ ყოფილიყავი. ჯერ როდესაც დიდი წონა გაქვს, მაშინ ძალიან რთულია სამოსის შერჩევა. ნუ მე გამიმართლა, იცი რომ მე ჩემი ატელიე მაქვს და ვკერავ და მთელი ცხოვრება ყველაფერს ვიკერავ. შესაბამისად, ამიტომ რა მართლა რა ენაღლებათ, შეიკერავს, გამოვაწავა. მაგრამ რთულია ახლა, როდესაც თქვენი რაღაცა ვიზუალი გაქვს, მარტივია რაღაცა სტილის შერჩევაც და შეკერვაც, მაგრამ ამ ხელა წონაზე ისე რომ თან ეკრანზეც, თან ყველგან რაღაცნაირად ისე გამოიყურებოდა ესთეტიკურად, კარგი შესახედი იყო, ძალიან რთულია, მაგრამ ხო, ვცდილობ რომ აი რაღაცა ეს მუცელიც ნახე მთლიანად როგორც შენ ახსენე გამხდარ გოგონებს, რომ მთლიანად
მთლიანად მოვჩანთ, ესე არ მომიჩანს. აი რაღაცა ნაწილი, აი ვცდილობ რომ გამაღიზიანებელი არ იყოს და ის რაღაცა რაც მემაწუხებს არ იყოს, ასე ვთქვათ, თვალხილული და შენებური ესთეტიკით. აი ეს ორსული სითბო განმოქცე შენებური ესთეტიკით და მე მგონი ფანტასტიურად ყველაფერს ახერხებს ფანტასტიკურად ეს ადამიანი. ნახოთ ახლა მთელი ოჯახური შემადგენლობა. აი უკვე ორივესთან ერთად. ორივესთან ერთად და მუცელში ბავშვი მოსწავლეა ხდება გეხოცები ერთი დღე არ გვიხსნებენ. აი ამ თითქმის ტოლი ბავშვები არიან. თითქმის ტოლი ბავშვები არიან, ძალიან ისეთი დამანგრეველი ბავშვები არიან, დედას დამსგავსებული ბავშვები არიან. ჩემი ბავშვები არ უყურებენ გაჯეტებს და არ არიან დამოკიდებული გაჯეტებს, ეს ეკომ იცის და შესაბამისად 100-ჯერ მეტ ყურადღებას მოითხოვენ და საერთოდ გაყუჩებული ფაქტობრივად არ არიან და მუდმივად არის ეს რუზრუზი და შრიამული და აი გუშინ ესე ფიჩექი ვუყურებდი და ვამბობდი, აი ადრე რო გადავახვიოთ რაღაცა პერიოდი, აი მაშინ ვამბობდი რომ არა აუცილებელია რომ აი ყველა ქალს ყავდეს შვილი და აი მე პირადად აი ძალიან კარგი აი ისე შემეშინდა იმ გახსენებულის დასრულებაც, რომ ის სასწრაფოდ გადმოვახვია ამ ჩემ სიფაშფაშეში და ამ ჩემ იცი რა არის, ესეც რაც თქვი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანი პირიქით ამაზე უნდა ისაუბრო, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ არიან ქალბატონები, ვინც ვერ მოახერხეს შეიძლება აქამდე. მეც ეგრე ვიყავი და ბოლომდე მქონდა ის შეგრძნება, რომ ვარ ბედნიერი, შემდგარი ადამიანი. უბრალოდ რაღაცას ადარებ, ხა შეიძლება მე მყავს მეგობარი, რომელიც ზუსტად ჩემს მდგომარეობაში და სულ იმ პერიოდს რა მინდოდა. კიდე ადრე იყო, ნანუკა, ჯერ კიდე არ უნდა, ანუ სულ აქ ის პერიოდი და ხო, მეც იქ მქონდა აი რაღაცნაირი თავიდან ბოლომდე შეგრძნება იმის, რომ მე არაფერი მაკლია ამ ცხოვრებაში. თუ იქნება, ხო, კარგი, თუ არ იქნება, აი ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანსაღი მამაკაცისთვის აუცილებელი. რომელიც შეგიყვარდათ. ეხა ამაზეც თქვათ, ეხა მამაკაცების როლი დაბა. კი არა, საერთოდ მამაკაცზე რაღაცა თქვით ორი სიტყვა კაცო. კი და საერთოდ კახარ ვარ ყოფილიყო მე ამ ნაბის არ გადავდგამდი გამორიცხულია, იმიტომ რომ ძალიან მიჭირდა უკვე ხა უნდა ვაღიაროთ, რომ ის პერიოდი იყო, რომ მარტო ხარ უკვე შეჩვეული ხარ ამ ყველაფერს, ალაგებული გაქვს. ეხა სადღაც იქ ძალიან რთულია კიდევ ვიღაცის შემოშვება ამ ასაკში ოჯახში. არც ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამის ძალიან დიდი უნარი აქვს ამ ადამიანს და მართლა თუ ოდესმე ვინმეზე მithქვამს და ძალიან ხშირად ვამბობდი, უნდა ვაღიარო, რომ აუ მიყვარ, როგორ მომწონს, აუ შეყვარებული ვარ უკვე. ფასი დაკარგული ქონდა ჩემი მეგობრები სულ დამცინოდნენ და მართლა სასაცილო ვიყავი, იმიტომ რომ ყველა მიყვარს და ყველა მომწონს, გაქრა, იმიტომ რომ აი რაღაცა მართლა წარმოუდგენელი რაღაცა. ოქროს ადამიანი შეხვდა. მართლა და სხვათა შორის მამა ვახსენე და ჩემთვის რაღაცნაირად ეს მამა-შვილის ურთიერთობები, ცოლ-ქმრის რაღაცა ეს მხარზე გაზრდილი ბავშვების ინსტიტუტი ჩემთვის რაღაცა ძალიან საოცნებო იყო და რა ვინატრე ესეთი, რომ აი ზუსტად ისეთი მამა ყავთ ჩემ შვილებს, როგორიცაც ვოცნებობდი. სადმე ხე? უკან აქ არის, აქ არის. აი სადამაკ, მე ვერ ვწოდები, არა, ეს ძალიან დიდი სტიმულიც არის და მნიშვნელობის მატარებელიც არის, იმიტომ რომ მან გადაგაწყვეტინა ჯერ ნაბიჯის გადაღება, ერთი შვილი, მეორე შვილი, მესამე შვილსაც რო აჩენეს უკვე. მოდი ვუთხრათ იმ ქალებს, რომ თუ ასეთი მამაკაცები არ შეგვხვდება. თუ შეიძლება რომ ეგ მინდა რომ გოგონებო, თუ თქვენ გავიწროვებენ ასაკში 38, 39, 40, 40 პლუს არ აქვს მნიშვნელობა, რომ გეუბნებია რომ თქვენი დრო ახლა უკვე წავიდა, თქვენ რაღაც დროს სიყვარულია, აწი რაღაც დროს ოჯახია, აწი ხა შულს რანაირად გააჩერდეთ. ადამიანები არსებობენ, ვინც ამას ძალიან ბევრი არსებობს. სანამდროა. გოგონებო, ანუ ყველაფერი არის გადასარევად და თუ თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ლამაზ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უფრო ლამაზ გახდის, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი აი ესეთი მიმზიდველი, კარგი და უდიდესი ბედნიერება და იმიტომ რომ ვაიმე მაგვიანდება და ვინც მინდა იყოს ეს ხო, მან თავარის არის ყველაფერი შესაძლებელია და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ყველაფერი აქვს წინ და ქალბატონისთვის ასაკი და გვიან არასოდეს არაფერი არ არის.
ნანუკა სანამ დავასრულებ კიდე რა მინდა იცი გითხო აი ინსპირაცია თუ ქონია როდესმე აი რაღაცა უცებ გახდომა მიდოდა წითელი თმა რაღაცა ფილმი პერსონაჟი მუსიკა წიგნი თუ ყოფილა შენი ამ სხვადასხვა იმიჯის ცვლილების საინსპირაციო ზღარო ეკო იმდენად ძლიერი იყო ჩემში აი კიდევ ერთხელ ვამბობ აი რაღაცა აი ეს სილუეტური ქალი ოდესმე დამენახა რომ აი წიგსაც რო ვკითხულობდი პირიქით მე წარმოვიდგენდი ის როგორია ანუ ჩემის აი თუ ეწარალო ხორციანი ქალბატონი არ მაინტერესებდა არ არის ხორციანს ეძახიან აი ამას ძალიან გამხდარს ანუ ჩემთვის ისეთი ფანტაზიის უნარი მხოლოდ და მხოლოდ რაღაც კონკრეტულ იმაზე მქონდა სილუეტზე რომელზეც პირიქით იქით ვძენდი ყველაფერს ფანტაზიას მაგრამ ეს ინსპირაცია რაც არის მართლა ჩემი ოცნებებიდან წამოვიდა ყველაფერი აი თუ რაღაცა ვნახავდი გოგოს რომელიც ძალიან მომეწონება და მე უკვე ჩემს თავში დავაკორექტირებდი რომ აი მე თავს ესე გაუკეთებდი რაღაცებს ესე თან ვოცნებობდი ჭამდი და ოცნებობდი მოკლედ უნდა ვიოცნებოთ ხო და მივიდეთ უდიდესი ძალა აქვს ერთმა ძალიან ისეთმა ქალბატონმა ამას წინათ ასე ვთქვათ გამაშაყირა რომ ვაიმე აი არ შემიძლიაო არაფრით რომ აი ოცნებას ძალა აქვს ზემოდან მოგეცემ ანუ ესე მითხრა და ანუ ესეა რაზეც ვიოცნებე წარმოუდგენელზე ხალხნო ანუ არავითარ შემთხვევაში იქ არ უნდა ყოფილიყავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმეღწე ამ ყოლაფრისთვის თუნდაც ამ შედეგისთვის თუნდაც აი რაზეც კი ვიოცნებე აი ყველაფერი მართლა მიხდა ისე რომ ომი გადახტომა ადამიანის გაგუდვა არაფერი არ გამიკეთებია ამისთვის უბრალოდ აი ძალიან ვოცნებობდი და როცა რაღაცნაირად მართლა გულწრფელი ხარ და ყველა ადამიანისთვის გინდა სიკეთე აუცილებლად მოდის დიახ ზემოდან ყველაფერი ნამდვილად ასე არის აი რატო არის ძალიან მაგარი ეს ადამიანი და ყოველთვის ასხევს ასეთ დადებით ენერგიას და ღმერთმა ყველაფერში წარმატება მოგცეს შენ და ყველა იმ ადამიანს ვინც ოცნებობს ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მე მგონი აი ამაზე გადაცემა უღმესი მადლობა ნანუკა გაგვავსე პოზიტივით ენერგიით მადლობა რომ მოგვიყვანეთ ძალიან სასიამოვნო ემოციებით და ჩვენ დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს ველოდებით უკვე ხვალ ზუსტად 12 საათსა და 30 წუთზე გემშვიდობებით ხვალამდე მადლობა ნახვამდის ყველამ ნახვამდის